მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო. პირველ ვიდეოს ნახავდით. ეხლა ჩამოვედი ლაგოდეხში, თბილისიდან. აი ეს ყვითლები არის თბილისში ნასიარული. ეს უკვე მერე ტრასაზე ავტობანი საგარეჯომდე და აქეთ ლაგოდეხამდე რაც არის. ეს არის ბოლო 150 კილომეტრის მაჩვენებელი, 157 კილომეტრი გაიარა. და რეინჯი ქალაქიდან მქონდა 365. ეხლა მაქვს 358. ესე იგი მოიკლო დაახლოებით 112-115 კილომეტრი და გავიარე 157, ანუ 32 კილომეტრი აი ამეების ხარჯზე მოემატა. ახლა სტატისტიკას გვიწერს, რომ ესეთი სიარული თუ ივლიო 427 კილომეტრს გაივლი. ესეთი შედეგის დადება შესაძლებელია 7 წყნარი სიარულით. საგარეჯომდე პირველ ვიდეოში ნახეთ საგარეჯოს ავტობანზე რა შედეგი დადო სტატისტიკამ. აქეთ მერე ეს უკვე ჩალაუბნის ტეკამდე, ვინც იცის კახეთის მხარე, ჩალაუბნის ტეკამდე როგორი აღმართია, ეს იმის დამსახურებაა და დანარჩენი უკვე კი ხედავთ რამხელა შედეგია. ეს ბარჯისხევზე დაღმართის შედეგია. ხო, ესე იგი ჩამოვედი დაახლოებით საათნახევარში, საათსა და 35 წუთში და სიჩქარე მქონდა ავტობანზე 100 და აქეთ 90-100 გააჩნია. ხა ფეხით როგორ ვარეგულირებდი, სად გასწრება შეიძლება და სად არა. ასე რომ თუ კარგ მანქანას შეიძენთ, თუ შეიძენთ და ელემენტები კარგი ექნება თქვენ მანქანებს, შესაძლებელია ესეთი იდეალური შედეგი დადოთ. ალბათ წარმატებებს გისურვებთ. კიდევ პრაქტიკაში რა გამოცდილებასაც მივიღებ, აუცილებლად გაგიზიარებთ.